სარფში 2 კილომეტრამდე სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი და ქვის სვენის საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება 10 ტონიანი 8500 ტეტრაპოდი გზის 122 მეტრიანი კლდოვან ნაწილზე კი სპეციალური დამცავი ბადე კეთდება. მთავრობის 45 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი წელს უნდა დასრულდეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს ნაპირსამაგ სამუშაოებს სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით კილომეტრი და 800 მეტრიანი მონაკვეთს ახორციელდება სამუშაოები. 60 მეტრამდე შევედით უკვე ზღვაში და ეს პრობლემა ეხლა სამუდამოდ იქნება მოგვარებული. კომპანია აგრძელებს ნაპირსამაგ სამუშაოებს, ქვის სვენის შესაჩერებლად კეთდება ბადე, ასევე შენდება 8 მეტრი სიმაღლის და 3 მეტრი ნახევარი სისქის ბერმა. ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული 300-მდე ადამიანი და გეგმობთ, რომ წლის ბოლომდე ეს სამუშაოები იქნეს დასრულებული.